საქართველოს ეკლესია ისევ გლოვობს მრევლისთვის სიონის ტაძარი კვლავ შეკრების მთავარი ადგილია. როდის შედგება სინოდის სხდომა, საპატრიარქოს შეაცხადებენ, რომ იმოქმედებენ ყველა წესის დაცვით და რაც მთავარია ღირსეულად ისე როგორც ილია მეორე იმსახურებს. პატრიარქი, რომელმაც ტახტის მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაასახელა. უწმინდესის ნებაკის სასულიერო პირებისათვის, როგორც დღესაც აღინიშნა, გადამწყვეტია. მაკუნა აბულაძე კი ამბობს. საქართველო ისევ გლოვობს და ეს სიონის საპატრიარქო ტაძართან ყველაზე მეტად იგრძნობა. დედა ეკლესიაში კვლავ დიდი რიგია. სწორედ ეს ადგილია ახლა განსაკუთრებული სალოცავი მათთვის, ვინც 17 მარტს სულიერი მამა დაკარგა. და რომ ეს დანაკარგი მართლაც დიდი და მძიმეა, ამას თითოეული მათგანის ემოცია ადასტურებს. ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ეპოქაში, როდესაც აკრძალული ჰქონდა ტაძრებში სიარული, მაგრამ ჩვენმა უწმინდესმა ყველაფერი შეძლო, გააკეთა ის, რომ ყველა ჩვენთაგანი შემოაბრუნა ეკლესიისკენ. არა მხოლოდ პატრიარქი გარდაიცვალა ჩვენი, არამედ ის სულიერი მამა გარდაიცვალა ერისა, რომელიც 1000 წლეულებში ერთი ეძლევა ერს და ქვეყანას. მოვდივართ პატრიარქის საფლავთან, მე მშვიდობებით გვიყვარხარ პატრიარქო. გვაპატიებ პატრიარქი ჩემი მესამე შვილის ნათლიაა და ძალიან მადლობელი ვარ მისი ამისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება. მძიმე დღეებია ახლა სასულიერო პირებისთვისაც. ყველა ქადაგება პატრიარქის სიდიადეზე, მის ღვაწლსა და განსაკუთრებულ როლზე საუბრით იწყება და სრულდება. ასე ყველა თავისებურად ცდილობს პატივი მიაგოს ილია მეორეს, რომელიც არა მხოლოდ ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, არამედ დიდი მასწავლებელიც იყო. ამიტომ ალბათ გასაკვირი არ არის, რომ მიტროპოლიტი სტეფანეს ქადაგებაც მადლიერებით დაიწყო. ამბიონიდან მოვისმინეთ, რომ ილია მეორის სიტყვა მეუფესთვის ნებისმიერ ეტაპზე გადამწყვეტია. ასე იქნება მაშინაც, როცა ჯერი ახალი პატრიარქის არჩევაზე მივა. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსისთვის მთავარი პატრიარქის სურვილია, რომელმაც სიცოცხლეშივე დაასახელა მოსაყდრედ მეუფეშიო, როგორც მისთვის ყველაზე სანდო ადამიანი. მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. არასწორი აჟიოტაჟი უკვე დაიწყო და მე ვფიქრობ, რომ მირჩევნია, რომ თავიდან მაგის საკითხი არ იყოს. მე უწმინდეს ვენდობი, მის გამორჩეულად და მესვენდობი 9 წელია მეუფეშიო ერთგულად ემსახურება ჩვენ ეკლესიას და უწმინდესის ხელმძღვანელობით და მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მან და როგორც უკადრე საკითხებს უწმინდესი მეუფეშიოს მეშოვი. მეუფეშიო თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემთვის იქნება პრობლემა, რომ ის უწმინდესი სიტყვის საწინააღმდეგოდ რამე რომ გაეკეთებინა. მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მევხედავ მის მორჩილებას, მევხედავ მის ერთგულებას, მევხედავ მის უწმინდესადმი ყველანაირად გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა მე არც ერთ შემთხვევაში არ ვუშვებ რამე სხვა ვარიანტ ჩემ გადაწყვეტილებაში. ნებათაღელვის საფუძველი, როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი და როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს არ არსებობს. საპატრიარქოს პრესპიკერმა განმარტა, რომ პროცესი ყველა წესის დაცვით ჩატარდება ისევე ღირსეულად, როგორც ეს პატრიარქის სურვილი იყო. ღირსეულად ჩატარება აი ამ აუცილებელი პროცედურისა ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევისა ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და იმ პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც სამ დღეებში საზოგადოებამ გამოირჩინა. პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი, სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს პატრიარქს. ამიტომ სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად
ვადევნოთ თვალი პროცესს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ილია მეორემ სიცოცხლეშივე გაასაჯაროვა თავისი არჩევანი, რომელიც ანდერძით უნდა დაეტოვებინა. საპატრიარქოს პრესპიკერის თქმით, მნიშვნელოვანი პროცესი წინ არის და თითოეული მღვდელმთავრისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცხადია პატრიარქის სურვილი საყურადღებო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი, ძალიან ბევრი მიმართულებით აი ამ პერიოდში 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს, ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათა ღელვა და საკითხი იმ ბოლო პერიოდში ეხებოდა სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა, როდესაც გადაწყვიტა მეუფეშიოს დასახელება მოსაყდრედ, მან ვიწრო წრეში აქ განაცხადა, რომ ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს და მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, რომ დღეს ჩვენ ვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფეშიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევებს და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. საქმე იმაშია, რომ ყველა მღვდელმთავარი დღეს საქართველოში არის კათოლიკოს პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, იმიტომ რომ ეს არის კათოლიკოს პატრიარქის ნების გამოხატულება. როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი და როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს უცნობია, თუმცა სასულიერო პირების თქმით ჯერ გლოვის დროა.